დღემშვიდობის სამეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ უკვე 2026 წელს. გილოცავთ ყველაფერს ერთად, ჯანმრთელობა და ბედნიერება მოგცეთ ღმერთმა. ორ დღეში შობა არის და წინასწარ მინდა მოგილოცოთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული. დღეს უნდა გაგაცნოთ ორი არაჩვეულებრივი ლაგოდეხელი ბიჭი, ჩემი მეგობრები. დაჩი მჭედლიშვილი, მათე ბალიაშვილი, რომლებიც ბლოგერები არიან. ისინი ლაგოდეხს აცნობენ ჩვენს საზოგადოებას, ასე რომ მათ შესახებ ისტორიას თვითონ ისინი მოგიყვებიან, გამომყევით და ახლოდან გავესაუბრებით დაჩისაც, მათესაც და ისინი მოგიყვებიან თავის შესახებ ისტორიას, როგორ დაიწყეს, რანაირად დაიწყეს ბლოგერობა. რეინჯერის დღიურები, რომელიც დაჩი მჭედლიშვილი მართავს და მათე პროდაქშენი, მათე ბალიაშვილი, ორივე ადამიანს დღეს გაგაცნობთ. წავედით. დღეს არასამუშაო დღე მაქვს და შემოვედი რომ გადავიღო სხვადასხვა სახეობის ჩიტები და ვნახოთ რა შეგვხდება გზადაგზა. უამრავი სახეობის ჩიტი ბინადრობს და მოვით ერთად ვნახოთ რეები შეგვხდებიან დღეს. მოგესალმებით მათე, მადლობა დაჩინებასვალე. სანამ თქვენთან საუბარს დავიწყებ, უბრალოდ ბევრმა არ იცის, მე დაჩისთან პატარა იყო, ანსამში რომ ვერო და დაჩისთან მეგობრო. ორივე არაჩვეულებრივი მომღერალი ბიჭები არიან. მოდი პირველი სიმღერასთან რო ეხებათ თემა, ჩემთვის უკვე განსაკუთრებულია. დაჩი არაჩვეულებრივად უკრავს ფანდურზე, გიტარაზე, ღერის. ხო, ნუ ეხლა თავის აფასებები არ გვინდა დაჩი. მუსიკოსად ვიყავი უფრო ვიდრე მომღერალს, მაგრამ კი ასე რომ ამ ბიჭებთან დაჩისთან წლები მაკავშირებს მეგობრობა, მათ ეს უკვე 1 წელიწადზე მეტია რაც ვიცნობ. მოკლედ პირველ რიგში მადლობა უნდა გადაგიხადოთ ბიჭებო, ორივე ერთად. იმიტომ ესე ვთქვათ, შეკრიბეთ, რომ არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებთ. მოდი აქედან დავიწყოთ, რომ ლაგოდეხს, არა მარტო ლაგოდეხს, მთელ საქართველოს აცნობთ თქვენ ჩვენს ფლორას, ფაუნას, დედაბუნებას და მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანი ყავთ, როგორც გამომწერი, ასევე მომხმარებელი, გულშემატკივარი. დაჩი, მოდი შენიდან დავიწყებ. შენ ხარ რეინჯერი, მუშაობ თქვენ დაცულ ტერიტორიებზე. თან საპასუხისმგებლო თემა არის და სამსახური გაგზმაო. აი, შენი ისტორია რო დავიწყოთ, როდის დაიწყე ნაკრძალში მუშაობა რეინჯერობიდან და მე უკვე შენი თემა როგორ შეუთავსე რეინჯერობას, ანუ იღებ ბლოგებს, ვიდეოს, ნაცნობ ნაწილ საზოგადოებას, ხო? ანუ ფლორას ცალკე, ფაუნას ცალკე. დავიწყოთ ახლა დაჩიდან. ჩემი პროფესიული კუთხით ამ საქმის სამსახური დავიწყე წელიწად ნახევრის წინ. მაგრამ მანამდე ვაკეთებდი ხოლმე ვიდეოებსაც, ფოტოებსაც, ტყეში გავიზარდე, ანუ ყველა ლაგოდეხელი მოგეხსენება ეხლა შენ რომ ტყეში ვიზრდებით და ჩვენთვის ახლა ყველაზე კარგი გარემო, ყველაზე ესთეტიკური არის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები და ნაკრძალი. რადგან ბავშვობიდანვე გესმის ეს ტერმინი ნაკრძალი რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავს და ასეც იყო. ამ ესთეტიკით გავიზარდე მეც და სულ აქ ვიყავი, ჩემი დროის უდიდესი ნაწილი აქ ხარჯებოდა და ეს სიყვარული თითოეული ლაგოდეხელის რადგან არის, ჩემიც ასევე იყო. დავიწყე ამ ვიდეოების, ფოტოების გადაღება, ისაც მიყვარდა და მინდოდა რომ რაღაც უფრო წინ წამეწია და განვითარებულიყავი მეც და საზოგადოებისთვისაც მიმეწოდებინა ის ბიომრავალფეროვნება, ინფორმაცია მათზე, რაც ყველასთვის საერთოდ მნიშვნელოვანია. შემდეგ მოვედი რეინჯერად, თუმცა დღეს რეინჯერის რანგში არ ვარ წარმოდგენილი, ფორმა არ მაცვია არასამუშაო დღეა და ამიტომაც მოვახერხეთ ჩვენ შეხვედრა, თორემ მადლობა კიდევ ერთხელ. საკმაოდ დაკავებული პროფესია, საკმაოდ მცირე დრო გვაქვს ჩვენი და სულ ტყეში ვართ და სულ ველზე და ვმუშაობთ. ამიტომ ვარ დღეს აქ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის ჩემთვის და მიზანიც ეს იყო, რომ ის ბიომრავალფეროვნება იმ კუთხით დამენახებინა ხალხისთვის, საზოგადოებისთვის, რა კუთხითაც მე ვხედავდი, რადგან ყოველ დღეს აქ ვატარებ, მოგეხსენებათ, რომ უკვე დაკვირვება სხვანაირად იწყებ. ერთ და იგივე ადგილას ხშირად რომ გადიხარ, უკვე სხვადასხვა წერტილს უყურებ და მსხვილ მასშტაბში აღიქომ გარემოს. და მინდოდა რომ ეს გამეტანა ხალხში, გამეტანა ასევე პროფესია, რეინჯერის პროფესია და ნუ რა თქმა უნდა ბიომრავალფეროვნება და პირველი ეტაპი სწორად გავაკეთე და შევძელი რომ გავაკეთე პლატფორმები, საიდანაც ვაცნობ ყველაფერს დეტალურად
და რადგან ეს შეუძლია ახლა უკვე სხვადასხვა პირველი თემატიკა რა ქონდა დაჩი პირველი ვიდეოს თემატიკა? პირველი ვიდეო, მოდი პირველ ვიდეოს გეტყვი, რომელიც გავარდა, თორემ მანამდე სხვების მქონდა და არც ის დასამახსოვრებელი იყო. პირველი ვიდეო, რომელიც ალგორითმში მოხვდა, ეს იყო სოკოზე. ინდაურის კუდია ესეთი სოკო, რომელიც ძალიან სასარგებლოა. ყველგან არის ეს სოკო და ყველა სიცოცხლეში კი რა თქმა უნდა, კი. იქით ტყეში გადავიღე, რაჭის უბნის მხარეს და საკმაოდ თვალშისაცემი იყო. და თავიდან არ მჯეროდა ეხლა მეთქი რა. ანუ ეს სახეობა არის ეს? სახეობა ინდაურის კუდი. მე პირველად მესმის, ეხლა სოკოებში კი გარკვეული ვარ, მაგრამ ინდაურის სოკოები თუ არსებობდა, ანუ ესეთი სახეობა სოკოსი ნამდვილად არ ვიცოდი. რატომ აქვს ეგ სახელი? იმიტომ რომ გაშლილი ფორმა აქვს მარაოსებრი და შეფერილია და ფორმა აქვს ზუსტად ინდაურის კუდისებრი. ანუ საკვები არის ჩვეულებრივად. საკვებად არ გამოიყენება მარტივად რომ თქვათ წამლად, ან მისგან ნაყენებს ამზადებენ, ჩაის სახით გამოიყენებენ, ასევე ფხვნიან და კაფსულებში დებენ და ამ კაფსულების სახით იღებენ. საკმაოდ სასარგებლოა და მით უმეტეს აზიურ კულინარიაშიც და მედიცინაშიც ესეთი დიდი ადგილი უკავია. აი სწორედ ამ ინდაურის კუდზე იყო ვიდეო, რომელიც გავარდა და მალევე დააგროვა 300,000 ნახვა და არ მჯეროდა, იმიტომ რომ 100 ნახვას 150 ნახვას თავიდან არ ცდება ალგორითმი სანამ ახალი გაქვს დაწყებული და ეს რომ გავარდა შემდეგ უკვე გამომწერების მომემატა და მომემატა ვიდეოებზე ნახვებიც. ეს იყო პირველი ვიდეო ჩემი, რომელმაც და მან მოგცა მე უკვე იმისი საბაბი რომ ბევრი და ბევრი უფრო ანუ გაცნობადი სახის ვიდეოები გადაგიღო სხვადასხვა დაუშვათ ეს იქნებოდა ფლორაზე თუ ფაუნაზე. ზუსტად, იმიტომ რომ мотиваციაც მომცა გარკვეულ პერიოდში, გარკვეულ მანძილზე გამყვა ეს мотиваცია საკმაოდ ვრცელ მანძილზე გამყვა და ამ პერიოდში მოვახერხე ბევრი ისეთი სახეობის გადაღება, არა მხოლოდ სოკოების, არამედ მცენარეებისაც, ცხოველებისაც მათ შორის და ამ ინფორმაციებით, სხვადასხვა სახის ინფორმაციებით არ შემოვიფარგლები ერთი კონკრეტული რაღაც კუთხით. ყველაფერი რაც ჩვენს დაცულ ტერიტორიებზე არსებობს და ბინადრობს, ყველაფერზე ვაკეთებ ინფორმაციულ პოსტებს, ვიდეოებს, ფოტოებს და ამ კუთხით ვაცნობ, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, გარემოს ვაცნობ ხალხს. ძალიან კარგი, მადლობა დიდი. მათე ეხლა შენთან გადმოვალ, მათე ბიჭი. მოკლედ ლაგოდეხი და არა მარტო ლაგოდეხი ასე გიცნობს. მათე მე როგორც ვიცი, შენ დაიწყე ანუ საცხენოსნო ტურიდან ეს ყველაფერი, ხო? კი. ემსახურებოდი ვიზიტიორებს ჩვენს დაცულ ტერიტორიაზე. მოდი ახლა შენი ისტორია რომ მომიყვე. პირველად როდის დაიწყე, ანუ იდეა საიდან ქონდა და მე უკვე ამ ყველაფრის მერე გადაწყვიტე რომ შენც მსგავსად უბრალოდ მინდა აღვნიშნო რომ ორივეს განსხვავებული კონტენტი გაქვთ. ნუ დაჩი ახლა საუბრითაც ნობ საზოგადოებას ამა თუ იმ ადგილს, დაუშვათ მცენარეებს, ფლორას, ფაუნას, შენ უბრალოდ ვიზუალური სახით აკეთებ ამ ყველაფერს. ანუ არ ანუ საუბრის თემა არ აქვს. ეხლა დიდად ლაპარაკი არ მიყვარს. არა, დღეს ნო ვილაპარაკოთ. პირველად ნაკრძალში შემოვედი 2017 წელს, რამაც ძალიან მომხიბლა ბუნება გასაოცარებლად გათხოვნა. სკოლის მოსწავლე ვიყავი და რაღაცა ელემენტარული პატარა ვიდეოები გადავიღე. შემდეგ უკვე ცოტა ასაკში რო შევედი 20-21 წლის შემდეგ პირველად ცხენი მაჩვქა ახლობელმა და ამ ყველაფრის მერე დავიწყე უკვე საცხენოსნო ტურების გაკეთება, ვიდეოების გადაღება, ლამაზი პეიზაჟები, ცხოველები, ძალიან შემიძლია ამ საქმიანობამ და ვცდილობ რომ ლაგოდეხის ბუნება, ლაგოდეხის ყველაფერი რაც ბუნება შეეხება, გავაცნო ხალხს. ისეთ ადგილებში და ისეთ რელიეფსზე და ისეთ პირობებში მიწევს ყოფნა ხოლმე, რაც აი ძალიან ну ყველა ვერ ახერხებს რა არ შეუძლია ყველას ხა თუ თვითონ არ მოიწადინა და მათე საცხენოსნო ბილიკზე რომ მოდი მომიყვე ანუ ეს ტური სამდღიანი არის და ანუ რას ემსახურება შენი საცხენოსნო ტური ლაგოდეხის მთავარი სანახაობა არის შავი კლდეების ტბა ძალიან ბევრი ვიზიტორი ყავს მაგ ტურს სამდღიანი ტური არის პირველ დღეს მივდივართ ტურისტულ თავშესაფარ მეტეოზე ვისვენებთ ძალიან ისეთი გარემო არის შეიძლება გზაში შეხვდეთ ცხოველები ირემი დათვი ტახი არ არის გამორიცხული და ყველაფერი ძალიან დიდ სანახაობას ქმნის და ბევრი ვიზიტორს იზიდავს. მეორე დღეს მივდივართ შავი კლდეების ტბაზე, მესამე დღეს კი ბრუნდებით ტურისტულ თავშესაფარ კოტეჯში, მეტეოში და შემდეგ ბრუნდებით ლაგოდეხში. ამ პერიოდში სამივე დღე ვიზიტორებთის გვერდზე ხარ შენ? კი, რა თქმა უნდა. მათ გვერდზე ვარ და ყველანაირად
ხელს უწყობ ყველაფერში, რითაც შემიძლია რომ საცხენოსნო ტურზე რა მაინტერესებს, იცი, ეს მარტო ცხენები როგორც ადამიანების აყვანას ემსახურება თუ ბარგის წაღებაზე არის? როგორც ადამიანების აყვანას, ასევე ბარგის ატანაზეც არიან ორიენტირებული ცხენები. რეინჯერის თვალით დანახული თემატიკა არის, ხო ეს? კი, ზუსტად. ამიტომ არის წეგან რომ აღვნიშნე მსხვილ მასშტაბში უყურებ გარემოს თქო, სწორედ ამ პროფესიის დამსახურება, იმიტომ რომ ჩემი პროფესიული ვალდებულებაა რომ ყოველ დღე როგორც თქვათ შენ პირობითად ოფისში მუშაობ და ყოველ დღე ოფისში დადიხარ, მაგრამ შაბათ-კვირას ისვენებ, რეინჯერი შაბათ-კვირასაც ტყეში უნდა იყოს. არ არის გამორიცხული რომ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს და შაბათსაც იქ აღმოჩნდე, კვირასაც და დღესასწაული ახალ წელსაც მაგალითად არ არის გამორიცხული. სწორედ ამიტომ ხა ერთ და იგივე თითო კვარტალი რო აბარია თითო რეინჯერს და ყოველ დღე იქ არის უკვე ყველაფერს ისე ცნობს თითოეული ხეიცის სად არის როგორი ფორმა აქვს ამ ხეს პირობითად სცენარი სად ამოდის მაგალითად გაზაფხულზე პირობითად ყოჩი ვარ და სად ამოდის და ანუ ია და იცი ყველაფერი უკვე იცი იმიტომ რომ იქ ხარ შენ გარემოს ნაწილი ხარ და ამიტომ აღიქვამ უკვე გარემოს მსხვილ მასშტაბში. გინდა თუ არ გინდა, უკვე აკვირდები ამას და ასე უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია არის ერთი და მეორე არის უბრალოდ უნდა ქონდეს ნებისყოფა და გამძლეობა ზაფხულ ზამთარ ნებისმიერ წლის ყველა პერიოდში, რომ დაიცვა დედა ბუნება. არსებობს მოსაზრება, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე არ ყოფილა გამყინვარების პერიოდი. და სწორედ ამიტომ არის შემონახული ამდენი სახეობის მცენარე და ცხოველი. ეს საპასუხისმგებლობა ახსენე და სწორედ ასე არის, იმიტომ არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ ჩემი ეს გადაწება ერთგვარი რაც დავიწყე, ესეც ერთგვარი პროფესია, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანის საქმეს აკეთებ და ამ კუთხითაც მაქვს დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ერთხელ რომ რაღაც გადავიღე და დავდე მოლოდინი აქვს უკვე მაყურებელს რომ და ხალხს რომ უკვე კიდევ რაღაც იქნება და ჩემთვისაც ეს мотиваცია, ასევე პასუხისმგებლობა ძალიან დიდი. ასევე უნდა ვიცოდე მე რას ვაცნობ, მე თუ არ ვიცი ვერ გავაცნობ. ჩემთვისაც შემეცნების წყარო არის, იმიტომ რომ ამდენი მცენარე ფიზიკურად ვერ გეცოდინება და ახალ სახეობას რომ მივადგენ ხოლმე მიწევს რომ ამ სახეობაზე მოვიკვლიო ინფორმაცია, მე თვითონ ვისწავლო, გავიგო და შემდეგ უკვე გავაცნო ხალხს. ასე რომ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა არის გარდა იმისა, რომ რეინჯერი ხარ და მუდმივად თვალები უნდა გქონდეს აქეთ-იქით გახედილი, რომ არავინ შეიპაროს, სუდათ არავინ რამე არ გააკეთოს და ასე შემდეგ. ზამთრის პერიოდია შეშეჭდება. მე ვიდეო ნახე ერთი ზაფხულის პერიოდში, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, უამრავი ხალხი სტუმრობს ჩვენ ლაგოდეხის ნაკრძალს და მით უმეტეს ხეებს და ყველაზე მთავარი აქ არის სისუფთავე დაცვა. ვიდეო ნახე, რომელიც მოსახლეობისგან დაყრილი საკვები ძალიან საწყენი არის. სემენტარული არის ეს რომელიც კლასების მასალა ყო ბავშვმა იცის რომ ნაგავი არ უნდა დატოვო და შემდეგ რომ ვიზრდებით უკვე ამ პასუხისმგებლობას ვიშორებ და ძიმე საგნები მოგვაქვს და მსუბუქის გატანა აღარ გვინდა და ხო ანუ პარადოქსია ერთგვარი და ჩვენ აქ ვარ ზაფხულში ახლა ჩვენ მორიგეობდით ხოლმე ამ ტერიტორიაზე ისეთი დაბინძურებული იყო ქვევიდან მანქანები ჩემოდიოდნენ გადავჭერით არხი გავაკეთეთ მე ეს არხი გადააავსეს თვითნებურად თითქოს არ არის ეს ნიშანი რომ არ უნდა შეხვიდე ხო ძირითადად ამას აკეთებს უცხო მოსული სტუმარი ლაგოდეხელით შეიძლება აკეთებს და მინდა მიუმართო რომ სამწუხაროა ეს დაუშვებელია ჩვენ გვიწევს მე ამის დასუფთავება და არავინ არ არის ვალდებული რომ სხვისი დანაგვიანებული აიღოს და ეს არის ყოველად დაუშვებელი და მით უმეტეს შემოსასვლელში არაერთი უნდა დგას სამაგისო იქნებ მანქანით რომ არ მიხვიდე ზუსტად 50 მეტრია შემოსასვლელიდან ფეხით რომ მიხვიდე და მანქანით რატომ უნდა მიხვიდე არ ვიცი ეს ყველაზე მთავარია ჩვენი ლაგოდეხის მათე რა უნდა შეგეკითხო შენ გარდა სეზონისა შენ მაინც არჩევდი ეხლა ზამთრის პერიოდია იანვარი აი მსგავს სიტუაციებში და როცა არ არის დაუშვა ტურისტული სეზონი შენი აი საქმიანობის სფეროს როგორ არის ჩემი ყოველ დღე თითქმის დღეს უკავშირდება და ბუნებას მივდივარ ხან დათვებს ვიღებ ხან ირემს ხან შველს ეტული ადგილები სადაც უკვე ამდენი წელია დავდივარ უკვე ვიცი რა რასად რომელი ცხოველი დადის დაახლოებით ბილიკები აქვთ თავისი სადაც ბინადრობენ და ხშირი შემთხვევაა რომ ამ ბოლო დროს თან ძალიან გამიმართლა დათვები გადავიღე ერთ კვირაში 3 დათვი გადავიღე ძალიან მაგარი ვიდეო ძალიან ახლოს და რავი მადლობა ვიღებ ძალიან შთამბეჭდავია აი ძალიან დათვი ეს ახლოს არ მყავდა არასოდეს გადაღებული
ერთ-ერთ მაჭის ციხის ტურზე კიდე გარეული ტახი წამოუხდა ჩემ ძაღს ეგრევე ტურისტები შოქში ჩავარდნენ სხვათა შორის ეგ ვიდეოც ძალიან გავარდა ირმები ჯიხვები და ყველაფერს ვცდილობ რომ გადავიღო და გავუზიარო ხალხს და ლაგოდეხის პოპულარიზაცია გავუკეთო. ეს არის ჩვენი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის და რეინჯერების ზუსტად ემიჯების დამსახურება დღეს რა თქმა უნდა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე უკვე უამრავი სახეობა კი, მომრავლდა ირემიც ყველაფერი. გამრავლებული არის და ამას უბრალოდ მორთხილება და შენახვა უნდა ბიჭებო. რა თქმა უნდა, გაფრთხილება ჭირდება ეს არის ყველაფერს. რაღაც ისეთი ქონება რომ არ დაზიანდეს და დიდგეს და დიდი ხანი გაძლოს ამას ყველაფერს ჭირდება მოფერება, მოფრთხილება და ხელშეწყობა და კიდევ იმაზე ზრუნვა და მუშაობა რომ ეს ჩვენ კი არა მხოლოდ არამედ ყველას უყვარდეს და ახალი თაობები რო წამოვლენ იმათაც იცოდნენ ჩვენგან რომ ეს განსაკუთრებული რამ არის და მოფრთხილება ესე კიდობანი ერთგვარი სადაც ცხოველები უნდა გაიზარდნენ და შემდეგ სხვა ტერიტორიებზე გავიდნენ. ჩვენი მომავალი გეგმები უნდა მითხრა აუცილებლად ვიცი რომ ამ საქმეს არც ერთი არ შეეშვებით უბრალოდ გაჩეხლა ინჟერი არის მაგრამ შენი მომავალი გეგმები რა არის ანუ ჩემი მომავალი გეგმები ვაგრძელებ ამ ყველაფერს მომავალში ვფიქრობ რომ პატარა რანჩო გავაკეთო ამ წელს ძალიან ბევრი ტურისტს და ვიზიტორს ველოდები კიდე ძალიან ბევრი ხალხი მიკავშირდება ინტერნეტის ვიდეოების საშუალებით საკუთარი ბიზნესი რო ააწყო შენი რანჩო და შენ თვითონ მოემსახურო უკვე კი რა თქმა უნდა იქ მე გავაკეთებ ჩემ პატარა ფოტოების სკოლაში ცხოველების ანუ ვიზიტორებისთვის კერძო ესე ვთქვათ ვიზიტორთა ცენტრი უნდა გააჩინოს ლაგოდეხში არის ოფიციალური შეგიქნება შენი პირადი რანჩოსავით მექნება პატარა ჩემი ადგილი გააქვს ნელ-ნელა ყველაფერი იქნება ახალ წამოწყებაში მინდა წარმატება გისურვო ძალიან მაგარი იდეა არის ძალიან კარგი იდეა იმიტომ რომ შენი მომავალი განვითარებისთვის იმიტომ რომ იმდენად უკვე ეს საქმე შესწავლილი გაქვს ყველა კუთხე კუნჭული იცი ეს იქნება შენი ერთგვარი პატარა ბიზნესი და აი დაწყების განვითარებას გისურვებ ჩემო მეგობარო ძალიან მაგარი საქმეა და პატარათი დაიწყე და შეიძლება სამომავლოდ იმხელა რანჩო და იმდენი ცხენები და იმდენი საცხენოსნო ეს მარტო შავი ყდების ტბებზე ხო არ ეხება ის ტური გურგენიანის ჩანჩქერი არის მაჭის ციხის ტურები არის მაჭის ციხის ტურები უამრავი შესაძლებლობა აქვს ლაგოდეხში დავათვალიერებინოთ ტურისტებს ძალიან ბევრი ადგილები არის იმდენი ეკლესიებიც აქვს სააქრო ბევრმა არც იცის ლაგოდეხელებმა და წარმატებები შენს აი საქმიანობაში და მე აქედან უნდა ავიღო შენი ნებართვა როცა რანჩოს გახსნი პირველი ამ რანჩოს ექსკლუზიური სიუჟეტის გადაღება მე მეკუთვნის იცოდე რა თქმა უნდა გაიხარეთ გავაცნოთ აი რო გავხსნით ლენტს რო გავჭრით ერთად გავჭრათ ლენტი დაჩი იმგებს ასოფერი საშენდება დაჩი მუსიკალურ მომსახურებას ყველაზე მთავარი არის საინფორმაციო სიუჟეტები თქვენ ახათ 24 საათი ამ ადგილზე და მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ის რომ მოუფრთხილდეთ არ დავაგვიანოთ პირველ რიგში ეგ არის თავარი მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებები მადლობა შენ და გისურვებ ჩვენს ძალიან კარგი წამოწყებაა და ლაგოდეხს ჭირდება ესეთი აქტივობები შენ ჩვენ თუ ტყის და ბუნების შიგნით ვაცნობთ ბიომრავალფეროვნებას შენ ტყის გარეთ უკვე ქალაქში ხარ აქტიური და დამსახურებულ მოქალაქეებს და არა მხოლოდ აცნობ საზოგადოებას. ეს არის ძალიან კარგი საქმე და მინდა წარმატება გისურვო და წარმატებები მართლაც შენთვის გამოცდილების მომტანიც და ერთად გავაცნობ სოფლიოს ლაგოდეხი. ერთად გავაცნობ ზუსტად აქ ყველას განსხვავებული კონტენტი არის, მათ ეს განსხვავებული არის, შენი განსხვავებული, ჩემი განსხვავებული, მაგრამ რამნიშნულობა ჩვენ ერთ საქმეს ვეწევით ლაგოდეხის პოპულართან ყველაზე მთავარი ის არის რომ ამას ვაკეთებთ არაფრის ფასად უანგაროთ ჩვენი სურვილით, ჩვენი დამოკიდებულებით და ჩვენი ხარჯებით, რა თქმა უნდა და რომ ლაგოდეხი იყოს აი კახეთის და არა მარტო კახეთის ზონაზე და მთელ საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტი ბიჭებო და კიდევ ერთხელ მადლობა ამ დაუღალავი შრომისთვის ამ პოსტებისთვის, ამ ბლოგებისთვის და ბევრი წარმატება და მათე შენთან მოდი შენთან ვარ ისევ იდეა ძალიან მომეწონა და მოკლედ რანჩოს ხსნით ამ წელს თუ არა მომავალ წელს აუცილებლად მე და დაჩი წინასწარ დაპატიჟებულები ვართ სიუჟეტს ვაკეთებთ დაჩი ლენტას ერთად გავჭერთ დაჩი გიტარაზე იმღერებს და ჩვენ სიუჟეტს გადავიღებთ კიდევ ერთხელ მადლობა ჩემო მეგობრებო წარმატებები ცხოვრებაში თქვენს წარმატებები დიდი წარმატებები ამ არაჩვეულებრივ ბიჭებს თავიანთ საქმიანობაში კიდევ ერთხელ გული და სულით მინდა უსურო ორივეს განვითარება წარმატება მეგობრებო პირველი სიუჟეტი აი ესეთი მაგარი ლაგოდეხელების გაცნობით დავიწყეთ ჩვენ მალე დაგიბრუნდებით დროებით კარგად ბრძანდებოდით